სალამი, ეს არის Civic-ის ვიდეოს მეორე ნაწილი და ახლა გაჩვენებთ პროგრესს. ციცად საქმე გაკეთებულია რა? მონახაზი არის გაკეთებული, მოკლედ მოვჭერი. რასაც ვლაპარაკობდი წინა ვიდეოში, ეს ისინი რა ქვია, ეგრეთ წოდებული არკები მოვჭერი. იქეთაც აქეთაც. ისეც მოჭრილია. დაახლოებით ესეთი იყო ქარხნული. აქ შიგნითაც საჭესრო ბოლომდე აიღებ. ეგ უბეებია გასაკეთებელი, იქეთაც და აქეთაც. აქაც შიგნით ბორბალი რო არ მოედოს, ეს მონადები ძველი ბორბალის კვალი ეთყობა. ეგეც შეიწია უკვე შიგნით, ბევრად წინ იყო დაახლოებით ესე იყო. ხო და ისეთი ამბავი გვაქვს ამ ეტაპზე. შევადუღე swap-ის ადაპტერი, ეს არის ძრავის სამაგრი. ხო და ეს ქარხნულად რა უყიდულობთ ხოლმე swap-ის ადაპტერებს, ესე ბოლტებზე დგება რა. ნუ ბევრი არ იწვალო და ბოლტებით კონდეს ადაპტერი და ახლა უკვე შევადუღე რა. უფრო მყარიცა და ცოტა ადგილიც მოვიგე, იმიტომ რომ ამ ადგილზე გადმოდიოდა და ამ ადგილს ფარავდა და უკვე ადგილიც მოვიგე. ესეთია პროგრესი. იგივე რაღაცა გასაკეთებელი მაქვს მე. აქეთ ეს სამაგრი ქარხნული უნდა ამოვიღო თავის იმიდან, რა ქვია, ნასვარკებიდან და ეს სამაგრი უნდა გადაკეთდეს, იმიტომ რომ აქაც იგივენაირად ახალმა არკამ გაიაროს რა. როცა აქაც იგივენაირად ესე მოიჭრება. დაახლოებით ესე და ახალი არკა გაივლოს, ამიტომაც ახალი კოლოფის სამაგრის გამოგონება მომიწევს აქეთ ამ ხარის. აქეთ ჯერ არაფერი არ მომეჭრია და ესეთია აქეთ ამ ხარი. ესენი უკვე ნაჩაკუჩარი გვაქვს, ბევრი რაღაცეები. აქეთაც ესენი ნაჩაკუჩარია, იმიტომ რომ ედებოდა. არა, ეს წერტილები მაინც დაგვრჩა რა, ამას ვერაფერი ვერ მოუხერხეთ და ზუსტად მაგას ვაკეთებ ახლა. ესენი ამოიჭრება და ახალი გაკეთდება, ახალი უბეები გაკეთდება ამ ადგილებში ყველგან. სადაც მონადები კვალია. მანქანამ დაიწია უკვე დაახლოებით 5-6 სანტიმეტრი. 18-იან დისკებს. უკვე ძალიან დიდი საქმე არის ჩვენთვის. ეგ იყო მთავარი მიზანი. ეხლა უკვე ამის შედუღება და გალამაზება დარჩა, რომ მანქანა გავდეს მანქანას და ეს ჩარჩოც მყარი იყოს და ესე მიჭრილ-მოჭრილები არ ქონდეს, რა თქმა უნდა რა. უნდა გამყარდეს. ხელა მეტალის ისა მაქვს ნაქვია ნაწილი და 1-2 Civic-ი აქედან კი აწყვება მგონი. ცოტა მეტის ყიდვა მოგვივიდა, მაგრამ კარგია. რაც მეტი მით უკეთესი. გავადროებით და გავაგზავნებთ მესამე ნაწილიდან. დავახე.